ნატა ბიბლიანის სიტუაციასთან ძალიან კავშირში არის ის ფილმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახე. ავღანური ფილმია, ოსამა ქვია. და გადაღებული იყო 2000-იანებში თალიბების წასვლიდან. ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც იქ გადაიღეს მხატვრული. თუმცა ძალიან კარგად ასახავს იქაურ რეალობას. დედა, ბებია და შვილიშვილი ცხოვრობენ, ანუ გოგო, ბავშვი, მამა არ ყავთ. და კაცი ოჯახში მოდიან თალიბები, ქალებს ყრიან სამსახურებიდან. ქალები მართავენ აქციებს, ითხოვენ, რომ ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები კი არ გვაქვს, ეს არის უბრალოდ შიმშილობთ და გვჭირდება, რომ მაგიდაზე საჭმელი დავდოთ, მაგრამ მათ ხრეტენ ამ აქციებს და შლიან. ეს დედაც მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც პაციენტს რო კონსულტაციას უწევდა, მაშინ მივარდნენ თალიბები და დაიფრინეს სულ ყველა. და საღამოს იმ პაციენტმა ათხოვა, მომაკვდავ მამასთან, რომ მისულიყო ეს ქალი ექიმი და კონსულტაცია გაეწია. და უკანა გზაზეც მას, როგორც კაცს, მოუწია ამ დედაშვილის გაცილება სახლში. გზაში კიდე ვიღაცამ უთხრა, რომ შენ ცოლს ეს რა აცვია ფეხზე, ევროპული ტიპის ფეხსაცმელი ეცვა. და ყოველივე ამის მერე ბებიამ მოიფიქრა გამოსავალი, რომ გოგო გადააცვან გოგოს ბიჭად, შეკრიჭეს თმები მოკლედ და რაღაცნაირად რომ ბიჭივით მოქცეულიყო, რომ შეძლებოდა მაგალითად დედის გაცილება, ან თვითონ სადმე მუშაობდა მამამისის თანამებრძოლთან მაღაზიაში. შემდეგ მივიდნენ იქაც თალიბები და წაიყვანეს სასწავლებლად და ასევე გასაწვრთნელად. იქ, რა თქმა უნდა, უფრო უჭირდა იმის დამალვა, რომ გოგოა ჯერ ხეზე რო ადიოდა, მე ჩამოსვლის ეშინოდა, მე ნელ-ნელა როცა უკვე menstruatsiya მოუვიდა, ეს საბოლოოდ გახდა ცხადი და ჩააგდეს ციხეში. თუმცა სიკვდილით არ დაუსჯიათ, მოსამართლემ ასე ვთქვათ შეიწყალა, რადგან ობოლია და უპატრონო და ასევე ჭყალებში ჩააბარა პატრონს, ანუ ამავე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მიიყვანა სახლში თავისთან, თავის ცოლებთან, ჰარამხანაში ფაქტობრივად. და ის ცოლები წყვებიან, როგორი უბედურები იყვნენ, რომ ქმრები დაუხოცეს და შემდეგ ამ კაცმა წამოიყვანა და ცოლად შეირთო ესენი სულ ყველა. და ეს გოგო ემალება ამ კაცს, თუმცა რა თქმა უნდა ის იპოვის და რაც გინდათ ის დაარქვით, ანუ გინდათ გაუპატიურება დაარქვით, გინდათ ცოლად მოყვანა დაარქვით, როცა მას არავინ არ კითხა, კიდევ ერთხელ მე ბავშვზე მაქვს ლაპარაკი თან. და აი ესე სრულდება ფილმი. რატო არის ეს ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ჭკუის სასწავლებელიც სამწუხაროდ? პირველ რიგში აი რომ უყურე მართლა სასოწარკვეთის უძლურების განცდა და მეუფლა, რომ დღესაც სადღაც ხდება მსგავსი რაღაცები და სადღაც რომ მსგავსი რაღაცები ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენზეც ახდენს ეს ზეგავლენას და თან მას გეუბნება, რომ ესე იგი რახან ქალი ხარ, მადლობა თქვი, რომ ამათ დღეში არ ხარ და დაეტიე შენ ადგილას, აი ეს განცდა გიჩნდება ამას რო უყურებ, ანუ რაღაცნაირად მუქარის ქვეშ აღმოჩნდები, რომ რა ის რაღაც ამბიციები რო გვაქვს, გვიხაროდეს, რომ სახლიდან მაინც გვიშვებენ. და მეორე ამბავია, რომ წარმოიდგინეთ, ქვეყანა როცა არის გაჭირვებული და როცა ზოგადად არის გაჭირვება, იქ სტერეოტიპების ადგილი აღარ არის წესით და არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ამ გაჭირვებას და გამოუვალობას ემატება აი ასეთი აგრესიული შეზღუდვები, ფაქტობრივად ქალს სიცოცხლის საშუალება აღარ რჩება. შევადაროთ ჩვენ საქართველოს, იმიტომაც იყო მე ვთვლი, ძალიან დიდი წინსვლა და ძალიან დიდი მონაპოვარი, რომ 90-იანებში გაჭირვების გამო საზოგადოება დათანხმდა იმას, რომ ჩვენი ქალები წასულიყვნენ ემიგრაციაში სამუშაოდ. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ეს ემიგრაცია ძალიან მძიმე გამოცდილება, მით უმეტეს არალეგალური, თუმცა მეორე მხრივ გამოიკვეთა, რომ ამ ქალებს შეუძლიათ სახლში ფულის შემოტანა და ამ ფულის შემოტანის უნარმა მათ გარკვეული ძალაუფლება მაინც კიდევ ერთხელ მისცა. მე ვამბობ, ეს იმ საზოგადოებაში ხდებოდა, სადაც მანამდე გოგოს სხვა ქალაქში სასწავლებელადაც არ უშვებდნენ, მან ჭყალებში არ გაბოსდეს.
ამავდროულად ავღანეთი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ნუ ახლა ავღანეთივით ჩვენ არ ვიქნებით არასდროს, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომ ამერიკაშიც გამოჩნდა, გამოხტა ერთი ვიღაცა ცნობადი სახე, რომელიც იძახის, რომ არჩევანი, ანუ ხმის მიცემის უფლება ერთ ადამიანს კი არ უნდა ქონდეს, უნდა იყოს ოჯახზე ერთი ხმა და ამ ხმას უნდა აძლევდეს კაცი არჩევნებში. წარმოიდგინეთ, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაში მიდის ასეთი საუბრები. აგერ ჩვენ მეზობელ თურქეთში გამოდიან და ამბობენ, რომ საკეისრო კვეთები უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ ქალი თუ ბუნებრივად ვერ მშობიარობს, ესე იგი ნაკლიანია. იქვე გამოდიან და ამბობენ, რომ ქალის შემოტანილი ფული სახლში დაწყევლილია. იქვე გამოდიან და ამბობენ, რომ ქალი არის უტვინო, სახლში შეუძლია განათლების გარეშე იყოს დიასახლისი, თავისი ოჯახის პატრონი და გარეთ უნდა რომ გავიდეს და იყოს 100 კაცის მონა. ნუ სამსახურში მუშაობა იგულისხმება ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, ამის გამო არის ჭყალებში შტერი. და ესეთი საუბრები ტრიალებს ჩვენთან საქართველოში საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ, რომ გამოსულიყვნენ 17 მაისს მსვლელობაზე. ეს ხომ უკვე ჩვენთან ხდება. ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ამბები და ეს ისტორიები, რომ ვიცოდეთ ამას რა პასუხს გავცემთ. და სხვათა შორის, აი გამოჩნდეს აბა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ გარშემო ასეთი სიგიჟეები ხდება და აბა ჩვენ შევინარჩუნოთ ქალის უფლებები და თანასწორობა და განვითარდეთ და უფრო წინ წავიდეთ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ მაგრები ვართ.